რატო ხდის მარხვა ადამიანს თავისუფალს და ნარკოტიკები, ვისაც გონია რომ თავისუფლებას მოაქვს, ხდის დამოკიდებულს მათ. წარმოიდგინეთ, აი როცა ადამიანი მარხულობს, ის ამბობს რაღაცებზე ვარს, ხო? და ხდება თავისუფალი. და ნარკოტიკების და სმის დროს, როცა შენ ამას სვავ და გონია რომ თავისუფალი ხარ, შენ რეალურად დამოკიდებული ხარ ამ ნარკოტიკებზე და ამ სასმელებზე და ამ ყველაფერზე. და ეხლა რომელს დაეჯერება თავისუფლება? ვინც მარხულობს იმ ხალხს, თუ რომელს დაეჯერება თავისუფლება, ვინც ნარკოტიკების ქვეშ გონია რომ თავისუფალია და გასულია და გამოსულია. ადამიანი, რომელიც რაღაც დონეზე იცავს რაღაცებს და პატივსცემს და წითელი ხაზები აქვს, ის ადამიანი უფრო თავისუფალია, ვიდრე ვისაც ეს ყველაფერი მონგრეული აქვს და გონია რომ ეს თავისუფლება არის რეალობაში და მორალური საზღვრები აღარ გააჩნია არაფრის. ისე რომ ძალიან რთული რაღაც არის თავისუფლება და განსაკუთრებით ახალგაზრდების გულში და ტვინში როცა ეს აფეთქდება და რო გონიათ რომ ყველაფერი შეუვლიათ, ყველაფრისთვის მზად არიან, ყველაფერი ყველაზე მეტად და კარგად იციან.